დღევანდელი გადაწყვეტილებები ერთხმად მივიღეთ. ხაზი გავუსვით, რომ სანქციების მოხსნის დრო ახლა არაა, თუ რა თქმა უნდა მშვიდობას არ მივაღწევთ. ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას რუსეთზე ეკონომიკური თვალსაზრისით და გავაგრძელებთ მობილიზებას. განვიხილეთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მონიტორინგის საკითხიც უკრაინის დასახმარებლად, რათა ცეცხლის შეწყვეტის ცაში, ზღვაში და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. რჩება კითხვა, მივცეთ თუ არა ეს მანდატი გაეროს, რათა გაუწიოს მონიტორინგი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ფრონტის ხაზს და განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებს. ჩვენ დავავალეთ საგარეო საქმეთა სამინისტროებს განიხილონ ეს თემა და პასუხით 3 კვირაში დაგვიბრუნდნენ. ეს იქნება პასუხი სტაბილური და ხანგრძლივი მშვიდობისთვის, რომელსაც ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან ერთად განვიხილავთ. მესამე საკითხია უსაფრთხოების გარანტიები, როგორ უნდა დარჩეს უკრაინა მომავალი თავდასხმებისგან დაცული, თავისუფალი და სტაბილური ქვეყანა. ბევრი თვლის, რომ ამ მხრივ არ არსებობს სიცხადე. ჩვენი პრიორიტეტია კარგად აღჭურვილი უკრაინული ჯარი, ამიტომაც შევთანხმდით, რომ გაერთიანებული შტაბების უფროსები დაიწყებენ მუშაობას უკრაინელებთან ერთად, რათა განისაზღვროს უკრაინული ჯარის საჭიროებები. ეს გულისხმობს შესაბამის შეერებას, თუ რა არის საჭირო და რა რაოდენობით. ამ მხრივ არაფერია გამორიცხული. ნათელია, რომ რუსეთს არ მოსწონს ეს იდეა, თუმცა რუსეთი ვერ გვიკარნახებს, თუ რა იქნება უკრაინის ტერიტორიაზე. ჩვენ ამაზე შევთანხმდებით და მუშაობას ვაგრძელებთ. სამშვიდობო ძალები საფრანგეთისა და ბრიტანეთის ინიციატივაა. უკრაინაში მათი ყოფნის მიზანი არ იქნება ფრონტის ხაზზე მუშაობა. არამედ შეთავაზებს ევროპულ გარანტიებს უკრაინას სამომავლო რუსული აგრესიის შემთხვევაში. მასში ჩართული იქნება გარკვეული ევროპული ქვეყნები და არა ყველა მათგანი. თავარ საკითხად რჩება თავდაცვა. გვჭირდება ჩვენი შესაძლებლობების გაზრდა და თანამშრომლობის გაძლიერება თავდაცვის ინდუსტრიის თვალსაზრისით. Was uns auch wichtig ist, ist, dass in dieser Zeit სანქციების შეჩერება სერიოზული შეცდომა იქნება. სანქციები უნდა გაგრძელდეს და მომავალში გაფართოვდეს. ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა ჰქონდეთ მკაფიო პოზიცია უკრაინის სამომავლო მხარდაჭერაზე. არ აქვს აზრი სანქციების დასრულებას, ვიდრე მშვიდობა არაა მიღწეული. სამწუხაროდ ამჟამად მისგან შორს ვართ. ჩვენ ვიხილეთ თუ სადამდე მივიდა მოლაპარაკებები. დასრულების შემდეგ რუსეთი ყოველ ჯერზე ახალი პირობით გამოდის. ამისგან კი ძალიან ნათელი დასკვნა გამომდინარეობს, რომ რუსეთი ამჟამად არ არის დაინტერესებული რეალური მშვიდობით. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ ცეცხლის შეწყვეტას და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერებას. ეს მოემსახურება უკეთეს შესაძლებლობას უკრაინისთვის, რაც მთავარია სამართლიან მშვიდობას.